მოკრივე თბილისიდან თამაზ ურუშაძე. Concrete cold beneath my knuckles, no camouflage, just chalk lines of muscle. 10,000 reps while you chase the weekend. I call my name in silence, sharp and gleaming. Fingertips split, laces frayed to thread. While you posted poses, I bled on the ledge. No shortcuts cut, no handouts took. Every callus earned like a sacred book. Ისიბა წინააღმდეგე რინგის წითელ კუთხეში მოკრივე თბილისიდან ვახტანგ ბეგაშვილი. 99 grit, zero shortcut touch, all the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret, my name's not given, it's burned in yeah, whoa, whoa, it's burned in yeah, whoa, კატეგორიაში ერთმანეთის წინაშე წარდგებიან თამაზ ურუშაძე კრივის კლუბ გლებიდან და ვახტანგ ბეგაშვილი, რომელიც წარმოადგენს ვერის ბაღის კრივის დარბაზს. ძალიან საინტერესო მოკრივეები არიან ორივე მათგანი. ურუშაძის ეს არის მეორე ბრძოლა. რაც შეეხება ბეგაშვილს, მას უკვე რამოდენიმე ორთაბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე. ვფიქრობ, საინტერესო თანაბარი წყვილია და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ორთაბრძოლასაც შემოგთავაზებენ. ჩვენ ხედავთ მიხეილ ბაკაშვილის კრივის კლუბ გლების დამფუძნებელს და მთავარ მწვრთნელს. ერთ-ერთი გამორჩეული კრივის კლუბია კრივის კლუბი გლები დღესდღეობით ქართულ პროფესიონალურ კრივში და არ დაეწუნებათ არც ხასიათი, არც ბრძოლის უნარიანობა და იგივეს ველით დღეს თამაზ ურუშაძისგან, ისევე როგორც ვახტანგ ბეგაშვილისგან, რა თქმა უნდა. ნამდვილად ორი საუკეთესო დარბაზიდან არის წარმოდგენილი ეს მებრძოლები. ვერის ბაღი ძალიან დიდი ისტორიით გამოირჩევა კრივის მიმართულებით, სპორტსმენების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა კლუბი მგლებიც ცნობილია თავისი კარგი გამძლე სპორტსმენებით. ვნახოთ რას შემოგთავაზებენ. როგორც ხედავთ, მებრძოლი ლურჯი კუთხიდან ორივე დგომს ურუშაძე, ორივე დგომს თანაბრად იყენებს, ხან მემარცხენეში დგას, ხან მარჯვენეში, რაც ვფიქრობ აბნევს მოწინააღმდეგეს. ვნახოთ როგორ დაინახავს ამ ცვლილებებს მისი მოწინააღმდეგე და როგორ გამოიყენებს სათავისოდ. მე როგორც გოგო ვიტყვი, რომ გულისულად გამიხდებოდა ესეთი ერთნაირი შორტით რომ ვიდგეთ. სხვათა შორის გემოვნება როგორ ჩანს? დაემთხვა. ვნახოთ რინგზე რა მოხდება. ძალიან ძლიერ ჰუკებს იქნევს. ბეგაშვილი? ბეგაშვილი კი, ძალიან საშიშტი. მოკლე დარტყმები აქვს და ძალიან ძლიერი. ჩემი აზრით მოწინააღმდეგე და იფრთხილოს და ახლო დისტანციაზე ძალიან სახიფათო არის ვახოს შეშვება. კი, თითქოს ურუშაძე უფრო ტექნიკურად ცდილობს შორიდან წინა ხელითაც იმუშაოს, თუმცა ის სწორი ტაქტიკაა ნამდვილად, იმიტომ რომ ახლო ბრძოლაში ბეგაშვილს ძალიან სახიფათო დარტყმები აქვს. კარგად ახვედრებს და გადის. კი, აი ძალიან ძლიერი იყო, კი. გამოუსვა ეხლა და ძალიან ეფექტური იყო ის დარტყმა, მე ვფიქრობ იმოქმედა ნამდვილად ურუშაძეზე. კი, შებარბაც და ურუშაძის დარტყმა იყო და ბეგაშვილი შებარბაც და ნამდვილად პირდაპირ სახეში საჭირო დროს აიმართლაც ერთ-ერთი ძალიან კარგი დარტყმა. ეხლა უბრალოდ აცდის აზრზე მოსვლას. თავის მოწინააღმდეგეს და ისე უნდა გააგრძელოს მაინც ეგ ზუსტი. შეიძლება ერთეული დარტყმები, მაგრამ ზუსტი უნდა ამუშაოს, იმიტომ რომ ეხლა ჩვეულებრივად ისვენებს, მინდა გითხრა და ცოტა აზრზე მოდის. ძალიან ძლიერი დარტყმა იყო კორპუსში. კი.
ესეთ დროს როცა ასე დარტყმას ატარებს მეტოქე შეიძლება ფსიქოლოგიურადაც გატყდეს და აი ეს მომენტია გამოსაყენებელი. კი, გამოსაყენებელია ეხლა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ჩემი აზრით რაუნდის ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო და მნიშვნელობა უფრო სიზუსტეს აქვს რა თქმა უნდა და ძალიან ზუსტი იყო. კარგი რაუნდი იყო ორივე მებრძოლისგან, მინდა გითხრათ. ნამდვილად მეც შემიძლია თქვა თამაზ ურუშაძეზე რომ წინა შოუზეც მიიღო მონაწილეობა ურუშაძემ და აი ეს მოქმედებები ფაქტია რომ დაიხვეწა კიდევ უფრო უკეთესი მოქმედება აქ რინგზე და ვნახოთ როგორ გაგრძელდება ბრძოლა. ჩვენ კლუბი მგლებიდან ვიცნობ ლევან იანქოშვილს ხო, რომელიც ჩვენი საქართველოს ჩემპიონის ქამრის მფლობელია, ძალიან ტექნიკური და ისეთი კარგი ხარისხიანი მოკრივეა მინდა აღვნიშნო და ანუ ფაქტია რომ ამ დარბაზს კარგი მებრძოლები ყავს. კი, აი მე არ შემიძლია არ დაგეთანხმო თეონა. კრივის კლუბ გლებში იგივე ლევან იანქოშვილი საქართველოს ჩემპიონი, გელა თეგაშვილი საქართველოს ჩემპიონი, გოგა ქავთარაძე არიან ლიდერები. შეუძლიათ ტექნიკური მოქმედებებიც და შეუძლიათ რომ იყვნენ ძალიან ამავდროულად აი ძალიან ბრუტალურებიც. თან ძლიერი დარტყმები აქვს ზუსტი, თან ტექნიკურები არიან და ფეხსაც ძალიან კარგად გადაადგილდებიან. და ნუ რაც შეეხება ხასიათს საერთოდ მიხეილ ბაკაშვილი ერთ-ერთი ის მწვრთნელია რომელიც მხოლოდ წინ ამას ეუბნება თავის მოკრივეებს უკან დახევა არ არსებობს, მაგრამ აი რა ბრძოლა გაჩაღდა. ბეგაშვილი ძალიან აქტიურად არის შეტევაზე გადასული და ეს დარტყმები იქნება ძალიან სახიფათო, რაც ასაც ახლა ის უშვებს. კი, უბრალოდ ბეგაშვილს მართებს რომ ეგ არის. ჭკვიანურად აკონტროლოს სიტუაცია. სიმაღლეს და კიდურების დაუშვათ ისეთი სიგრძის აქვს, რომ სხვა არჩევანი არ არის. წინ უნდა იაროს და უნდა იმუშაოს ჩეხვაზე და უნდა იმუშაოს პირველ ნომრად. და სივრცეები უნდა შეუზღუდოს მაქსიმალურად, ახლო შევიდეს და ამ თავის ძლიერი ჰუკებით შესვლის დროს ნუ ისეთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ, მაგრამ ისეთი დავალებაა პირველ ნომრად მუშაობა, რომ გინდა არ გინდა დარტყმების გაშვება მაინც მოგიწევს რა. და კარგად უნდა უძლებდე დარტყმებსაც, მაგრამ ეხლა ძალიან საშიშ დარტყმებს ახვედრებს შაძე მინდა. თან გამოდის შემხვედრი დარტყმები და რაც ორმაგად უფრო ძლიერია, იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს ეხლა მაგალითად ბეგაშვილი და ურუშაძე დარტყმას უშვებს, ბეგაშვილი ეჯახება. ანუ ორმაგად ზუსტი დარტყმები გამოდის და უფრო სახიფათოს ეხდის რა. კარგია, ურუშაძე აი თავიდან მოიგერია ის იერიში ბეგაშვილის და თითქოს პირველი წუთი იყო ძალიან აქტიური. და თითქოს უკვე ისევ თვითონ ცდილობს ზუსტი დარტყმებით ჭკვიანურად იმოქმედს. აი ახლაც იცის რომ ბეგაშვილი ახლა შესვლა ცდილობს, გადის კუთხიდან, არ უჩერდება, რაც მე ვფიქრობ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა და ხშირად თან დარტყმით გადის, რაც ასევე ძალიან სწორია ხო. კი, არ აქვს პასიური. შეიძლება მეორე ნომრად მუშაობს და მოძრაობს სხვა მიმართულებით, მაგრამ ამავდროულად ძალიან აქტიური არის თვითონ დარტყმების. კი, თან საკმაოდ კარგი ჯებები აქვს, როგორც ჩანს და იყენებს ამ თავის აი მაგრამ გაატარა მარცხენა ჰუკი ძალიან ძლიერი. ეხლა უკვე აი ესეთ დროს ნახეთ როგორი სახით დასდევს ბეგაშვილი. ბეგაშვილს სხვა გზა არ აქვს. ეს ბრძოლა რომ მოიგოს და წამოიღოს, სულ წინ უნდა იმოძრაოს. კი, სულ ახლო უნდა იყოს, სულ წინ უნდა იაროს. აი იცი რა არის ეს? მე უკვე მეორე ბრძოლაში ვხედავ მაგ შეცდომას, რომ მაინც და მაინც თავზე ცდილობენ მოკრივეები მუშაობას და ამ შემთხვევაშიც კი როცა ბეგაშვილი უფრო დაბალი არის და თან მოწინააღმდეგეს ღვიძლი წინ აქვს, ანუ ცაცია დგომში დგას და ღვიძლი წინ აქვს, მის ადგილას უფრო ღვიძლზე დავიწყებდი აქცენტის გაკეთებას, იმიტომ რომ ფაქტია რომ კარგად მოძრაობს მოწინააღმდეგე, თავით კარგად იცილებს დარტყმებს და მუცელს ვერსად ვერ გაწევს, ამიტომ ისევ ჯობია რომ ღვიძლზე გააგრძელოს მუშაობა. სხვათა შორის მინდა დაგეთანხმო თეონა და ნუ ზოგადი ტენდენცია რაც შეიძლება თქვა ქართველ მოკრივეებს ბევრი არ არის, ვისაც კარგად შეუძლია მუცელზე მუშაობა, ისევე როგორც აპერკოტებით მუშაობა. აი ეს ორი რაღაცა ხშირად პრობლემურია ხოლმე ქართველ მოკრივეებში. არა და უმნიშვნელოვანესია ერთიც და მეორეც. ეხლა მე რო ვიყო მაგალითად ბეგაშვილის კუთხეში მაგ დავალებას მივცემდი, რომ საერთოდ დაევიწყებინა თავში დარტყმები და მთლიანად აქცენტი გადაეტანა კორპუსზე. მით უმეტეს, როცა ესეთი მოძრაობა მოწინააღმდეგე
წინააღმდეგე უფრო დაბალი ხარ და პირველად მუშაობ, უნდა შეუზღუდო ის ენერგია, რაც აქვს და გათვალო ეს მომავალ რაუნდებში, რაც არ გაუკეთებია ბექაურს და შეიძლება ბეგაშვილს შეიძლება ეს ძალიან დიდად დაუჯდეს ამ ბრძოლაში. მიწვი დავალებსო ნამდვილად ღვიძლე ენადირა ეს რაუნდი. ნახოთ რა დავალება მისცეს კუთხიდან. გამოსული თვითონ კი. მთელი ვერის ბაღის კრივის დარბაზი დგას კუთხის გარშემო. ბეგაშვილის აი ისევ თავს მისდევს. რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ზოგადად მუშაობა მხოლოდ იმაზე რომ თავში მოარტყა და ამ სიტყვაზე გათიშო ხშირად არის არასწორი. ის ნოკაუტი უნდა მოამზადო წინასწარ მუშაობით. საერთოდ კორპუსზე არ უმუშავია, რაც ახლა იმას გვაძლევს, რომ ძალიან ენერგიაზეა მისი მოწინააღმდეგე და ძალიან ბევრი რაოდენობის კომბინაციებს და დარტყმებს უკეთებს და მორიგი რაუნდიც მიაქვს თავისი კუთხისკენ. მართლა ძალიან ემოციური, საინტერესო ბრძოლაა. აი ნახეთ, კი, კარგად მოხდა, მაგრამ ეგრო, ეგ დარტყმები რომ სულ მუცელში იყოს, საერთოდ ყველას მოარტყავდა მთელი რაუნდი. აი რაც დაიწყო სხვათა შორის ბეგაშვილმა ჯებებით მუშაობა, რამოდენიმე ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა. ჯების ედისეთ მოარტყა. და უნდა ითქვას ისიც, რომ ისეთი მკვირცხლ და სწრაფი აღარ არის ურუშაძე, როგორც საწყის რაუნდებში. შესაბამისად შეიძლება ამ მომენტის გამოყენება ბეგაშვილის მხრიდან. კარგი ჰუკი იყო. ბეგაშვილისგან. უკანა ხელი ჩემხვედრი ურუშაძემ დაასწრო ახლა. აი ურუშაძე ცდილობს კორპუსში მუშაობასაც სხვათა შორის. მაგრამ ძირითადად კუთხში, ღვიძლზე ნაკლებად. საინტერესო დარტყმა იყო კიდე ერთი. კიდევ ერთი ჯები მოხდა ურუშაძეს. ისევ ჯები, ყველა ჯები მოხდა, რაც კი გაუშვა ბეგაშვილმა. ფიქრობ უკეთესი რაუნდი აქვს ბეგაშვილს ვიდრე წინა რაუნდები. თუმცა ახლა ცაცია გაატარა ურუშაძისგან. კარგი რაუნდი ჰქონდა. გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, სადაც გადის ახლა ეს ორთაბრძოლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საომავლოდ ქართული კრევის მხარდაჭერისთვის. განახლდა ბრძოლა. ბოლო რაუნდია ჩვენ წინაშე. გადამწყვეტი რაუნდი. მე ვფიქრობ, ცოტათი ქულებით შეიძლება ურუშაძე უსწრებდეს თავის მოწინააღმდეგეს და ეს იყოს ბოლო რაუნდი. ბოლო რაუნდია და ბოლო შანსი არის, ასე ვთქვათ, ბეგაშვილისთვის, რომ რაღაც შეცვალოს. კარგი უკანა ხელი იყო ახლა ურუშაძესგან. რაოდენობები უფრო მეტი აქვს დარტყმების, კორპუსით კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ღია დგომი აქვს, დიდად მაინც მოწინააღმდეგე ვერ აწვდენს დარტყმებს.
კომბინაციის შეტევის დაწყებისთანავე აჩერებს უშაძე ბეგაშვილს. თითო დარტყმას უგდებს და უშლის შეტევას. რაც ძალიან კარგი ტაქტიკაა, ძალიან სწორად მუშაობს. მუცელში დარტყმაც დავინახეთ მშვენიერი. ეხლა დაწურებული ვარ დაინახა, რომ გადის ეს დარტყმა და კიდე გამეორდება კორპუსში მუშაობა. კონტო შეტევებზე კარგად მუშაობს ურუშაძე. ყველა დაწყებულ კომბინაციას უშლის ბეგაშვილს. ძალიან მინდა რომ უკარნახო ბეგაშვილსო მუცელში დარტყმას. ტელეპათიურად გადაოცემ ვეცდები. აი ნახეთ ეხლა ამ რაუნდში უკვე ვეღარც იმჯებებს იყენებს ბეგაშვილი. და ისევ არის გადასული უნდა რომ ნოკაუტზე იმუშაოს ვითომ მაგრამ მარჯვენა ჰუკი მოარტყას, მაგრამ მარჯვენა პირდაპირი რო კუჭის თავში მოარტყას, ჩემი აზრით უფრო იმუშავებს. ამიტომ ძლიერი დარტყმები აქვს. ახლა ესეთი ძლიერი დარტყმა რო კორპუსში მოარტყას, ზუსტად გინდა ღვიძლი იყოს, გინდა კუჭის თავი, ძალიან მაგარი იქნება. უბრალოდ არ აკეთებს ამას. კარგი ჰუკი იყო ახლა ბეგაშვილიდან, მაგრამ ცოტაა ეს რაუნდის წამოღებაც არ უშველის. რაუნდის არა, უკვე ბრძოლის წამოღებაზე აქ ლაპარაკი. კონტო შეტევაზე ურუშაძე არის იდეალური. თავის მხრივ ამ რაუნდში საკმაოდ თავდაჯერებული ჩანს ურუშაძე, უკვე დაიბრუნა მესამე რაუნდს მე ისე ის მოწინააღმდეგეს რიტმი და ბეგაშვილი დაიღალა კიდეც მე მგონი. და აღარ აქვს უკვე ის სანოკაუტე დარტყმის ძალას, იმიტომ რომ ამდეც მაქვს ნანახი და იქაც რაც ნახე თავიდან ეგრე აქტიურად იწყებს მუშაობას და მერე ცოტა საწვავი უთავდება ხოლმე. აი ეს აქცენტირებულ ძლიერ დარტყმებს, რასაც ცდილობდა ბეგაშვილი მოაქვს, აი ეს რომ ხედავთ რომ დაღლილია უკვე. იმიტომ რომ ყველაზე მეტად მებრძოლი იღლება მაშინ როცა უშვებს ძლიერ დარტყმასთან, ამ დარტყმას უშვებს ჰაერში. კი, აი ეს ყველაზე დიდი ენერგია მიაქვს მაგას სასაკმაოდ ძლიერი უკანა ხელი იყო ურუშაძეს მხრიდან. უკანა ხელით და წინა ხელით, იმიტომ ლაპარაკობ რომ დგომს ძალიან ხშირად იცვლიდა და ყველასთვის რომ ნათელი იყოს რაზე ვლაპარაკობ. ნახოთ მოკლედ. ეს ორთაბრძოლა იყოს. მადლობა ბიჭებს. კარგი იყო, მართლაც კარგი სანახაობა გვაჩვენეს. კი, ნამდვილად და ველოდებით უკვე საჭთა საბოლოო გადაწყვეტილებას და ქულებს. მაშასე საჯემა გამოიტანეს ვერდიქტი და ველით რა იქნება გადაწყვეტილება. ოთხი რაუნდის შემდეგ ვეცნობით გადაწყვეტილებას საჭთა მიერ დაწერილი ქულების მიხედვით. 39-ით 37, 38-ით 38, 40-ით 36. გამარჯვებულია მოკრივე ლურჯკუთხეში თამაზ ურუშაძე. მაშასე ულოცავ თამაზ ურუშაძეს კრივის კლუბ გლებს მის მრავალრიცხოვან გულშემატკივრად